ეს არის ნოტარიელ გადამოწმებული ვიდეო უკვე თუ პროცესშია. ტარიელ კაკაბაძე ადვოკატია ჩვენი სტუმარი ახლა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ვიდეომ გააჩინა გარკვეული ვერსიები, რომელიც საჭიროებს გადამოწმებას და რომელიც საჭიროებს დამატებით სხვადასხვა ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ასევე აღნიშნული ვიდეო შინაარსობრივად ადასტურებს ბევრ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რაც ეწინააღმდეგება იმ გამოკითხვის ოქმების შინაარსს, რაც საქმეში არსებობს. ანუ საქმეში არსებობს გამოკითხვის ოქმები, რომლებითაც დგინდება, რომ გურამ დადიანიძე ჩვეულებრივ ავიდა ზემოთ და ის დაიკარგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაღამებული იყო, მისი კვალი გაუჩინარდა და ღამე ის ვერავინ შეამჩნია, თუ სად წავიდა, როგორ დაიკარგა და ასე შემდეგ. თუმცა აღნიშნული ვიდეოში ნახდა ჩანს, რომ არის დღე და არ არის დაღამებული და ნათლად ჩანს, რომ უკვე დღის განმავლობაში ამ ადამიანს ჰქონდა გასაჭირი, ეს ადამიანი იყო საფრთხის ქვეშ და გურამი ითხოვდა დახმარებას. რაც შეეხება იმას, რომ ეს მისი შვილის ხმაა, ხო? რაც შეეხება იმას, არის თუ არა გურამის ხმა. როდესაც აღნიშნული ვაჩვენეთ გურამის დედას, ქალბატონ სოფიოს, მან კატეგორიულად და ცარცახად განაცხადა, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. და როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა, ხომ არ ეპარება ეჭი, ხომ არის დარწმუნებული ამაში, მან თქვა, რომ ძალიან კარგად ახსოვს და იცის მისი შვილის ხმა და მას ვერ შეეშლება ამ კითხვაზე გაგვცეს კატეგორიული პასუხი. ამის შემდეგ პირადად მე დაუკავშირდი, ვესაუბრე იმ პიროვნებას, ვინც ატვირთა აღნიშნული ვიდეო. აღმოჩნდა, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც გადაიღო ვიდეო, მაშინ როდესაც ადიოდა და მან თქვა, რომ ვერ იხსენებს აღნიშნული ხმის გაგონებას. თუმცა საუბრის შინაარსიდან ირკვევა და მეც ნამდვილად მჯერა, რომ ეს ხმა მოგვიანებით არ არის ნამდვილად დადებული და ეს არის რეალური ვიდეო, რომლის ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. აქვე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ეს ვიდეო დადებული არის 12 წლის წინ, ანუ არავის არ ქონია იმის ინტერესი, რომ ახლა დაედო რაღაც გაყალბებული ვიდეო მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმე გახდა აქტუალური საზოგადოებისთვის. შესაბამისად, როდესაც დგინდება ვიდეო ჩანაწერით, რომ დღის განმავლობაში, ანუ მაშინ, როცა უკვე გურამ დადიანიძე ადიოდა, მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ის იყო გასაჭირში და ის ითხოვდა შველას, ისმის კითხვა. სხვა ადამიანებმა იქ ხედავთ უამრავ ადამიანს, მოისმინეს ამის შესახებ, მათ გაიგეს ამის შესახებ, ან თუნდაც მოგვიანებით, ან დაინახეს რამე, რაც ადასტურებს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა, ვინ დაინახა და ვინ არ დაეხმარა, რატომ არ დაეხმარა და კონკრეტულად რა პრობლემა ჰქონდა ამ ადამიანს. აი ამ მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო და მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ 12 წლის განმავლობაში არც ეს ვიდეო არავის მოუთავსებია საქმეში, არც ამ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კითხვები დასმულა მოწმეებისთვის და ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რათა დადგენილიყო ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ სად, როგორ და რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე. და რაც შეეხება კონკრეტულ ვერსიებს, მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ რაიმე ვერსია იქნეს გამორიცხული. თუ ჩვენ ეფექტური და სწორი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე გამორიცხავთ რომელიმე ვერსიას, იქნება საფრთხე, რომ დაუშვათ შეცდომა და სიმართლე ვერ დავადგინოთ. ბატონო ტარიელ, ერთი წუთით მოდით ვნახოთ აბა ეს ვიდეო რა ისმის და კიდევ ერთხელ მერე ვის ამის ავთენტურობა დადგენის პროცესშია? ეს მინდა ვიკითხო. მოდით ჯერ გავუშვათ.
მაინც ამაზე პასუხი ალბათ ექსპერტიზამ უნდა დადგენადია ეს მინდა ვიკითხო, არ ვიცი, ექსპერტიზა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ავთენტური აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. აქვე დავამატებ, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ მე მომაწოდა სხვა ვიდეოები და ფოტოები, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს არის გადაღებული და ჩვენ ვართ ამ ვიდეოების და ფოტოების შესწავლის პროცესში, ასევე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ საგამოძიებო ორგანომაც გამოითხოვა მისგან აღნიშნული ჩანაწერები. ეს ადამიანი არ იყო ლომისობაზე ასული იმ ჯგუფის წევრი, ვინც ერთად იყვნენ ამ ბიჭთან ერთად თუ იყო? მეუბნება, მე მას საკამაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე. მე ის მეუბნება, რომ გურამ დადიანიძის შესახებ არაფერი იცის და მეცაც გეტყვით, როდესაც მე მას დაურეკე და უთხარი, რომ მე ვარ გურამ დადიანიძის ადვოკატი და ავუხსენი თურისთვის ჭირდებოდა, მან მე მითხრა, რომ არც კი გაუგია არაფერი 12 წლის წინ ბიჭის გაუჩინარების თაობაზე, მან მითხრა, რომ პირველად ამის შესახებ ჩემგან გაიგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით მუშაობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოების ჩართულობა არის ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოების წევრები ნოტარიელ, აი რამდენი ადამიანი იყო მაშინ ერთად და წავიდნენ ექსკურსიაზე, ვინ ახლდათ უფროსი, ეს დეტალები რომ ვიცოდეთ და რას ამბობს ეს ხალხი, სად წავიდა ეს ბიჭიო? იქ მნიშვნელოვანია, რომ მეორე დღეს იყო მეწყერი. მე რა თქმა უნდა არ მინდა საგამოძიებო მოქმედებებს ხელი შეუშალო. და სტრატეგიულად ყველაფერზე საუბარი დღეს ეთერში სწორი არ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა ყველა დეტალზე რომ ვისაუბრო, თუმცა ამ გამოძიების დროს, აი ამ ახალი გამოძიების დროს ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი და საინტერესო ვერსია გამოიკვეთა, რომელზეც საჭირო არის ძალიან აქტიურად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რა თქმა უნდა, მე ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა გამოძიების ინტერესები ამ შემთხვევაში უპირატესია და შემდეგ რა თქმა უნდა გამოძიებას ჩავაყენებ საქმის კურსში. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ძალიან დაგვიანებული არის ამ საქმეზე. მე ჩავიბარე მასალები, საქმის მასალები. საქმის მასალების მიხედვით გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი თარიღდება 2017 წლით. ანუ წარმოიდგინეთ, გურამ დადიანიძე დაიკარგა 2014 წელს და 2017 წლით თარიღდება გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და გამოკითხვის ოქმები იწყება უკვე 2017 წლიდან. იმ საქმის მასალების მიხედვით, რაც მე ჩავიბარე. შესაბამისად, ისმის კითხვა, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა აქამდე? მე არ დავაკონკრეტებ იმ საგამოძიებო მოქმედებს, რაც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ამოღებული ტელეფონები იმ ადამიანების, ვინც სავარაუდოდ დაინახა რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე. როგორ შეიძლებოდა არ დადგენილიყო სახელები და გვარები სხვა პირების, ვინც იმ დროს ლომისობაზე იმყოფებოდნენ. ფაქტობრივად ამ მიმართულებით არაფერია საერთოდ გაკეთებული. მეცაც გეტყვით, როდესაც დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, უკვე მცირე ხანში გაჩნდა ვერსია მეწყერთან დაკავშირებით და ამ ვერსიის შემდეგ, როგორც ირკვევა, თითქოს გაჩუმდა სიტუაცია, თითქოს მიიჩქმალა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და ამის შემდეგ თითქოს ყველამ შეწყვიტა ამ საქმეზე საუბარი დედის გარდა, რომელიც მარტო საკუთარი რესურსებით, საკუთარი ენერგიის ხარჯზე ეძებდა თავის შვილს, ისე რომ ფაქტობრივად არავინ ეხმარებოდა. მე სერიოზულ დახმარებას გულისხმობ და არა უბრალოდ რჩევას და არა უბრალოდ გულშემატკივრობას. და ნახეთ რა არის მეწყერთან დაკავშირებით, რაც უფრო ბევრს ვიგებ ამ საქმეს და რაც უფრო ხმად შევდივარ, მით უფრო მეტად ნაკლები არის იმის ვარაუდი, რომ შეიძლება მეწყერმა ჩაიტანა და შეიძლება მეწყერი იყოს ამ ყველაფრის ამ ბავშვის დაკავშირებით. რა თქმა უნდა და კიდევ აქ ბევრი გარემოება არის, რაც გამორიცხავს მეწყერს, მე უბრალოდ დღეს არ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი საჯაროდ. შესაბამისად, ისმის კითხვა, რატომ მოიგონას და ვინ მოიგონა აღნიშნული მეწყერის თემა? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ხელები დაიბანა და ვიღაცას უნდოდა საგამოძიებო მოქმედებების შეწყვეტა. ვიღაცას სურდა რომ შეწყვეტილიყო საუბარი
ამ საქმესთან დაკავშირებით და შეწყვეტილი იყო ჭეშმარიტების და სიმართლის გარკვევა ამ საქმესთან დაკავშირებით. მეწყერმა ჩაიტანა და მორჩა. არანაირი დანაშაული არ მოხდა. სინამდვილეში კი მაინც ადამიანი მეწყერის შემთხვევაში სინამდვილეში, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულს აქვს ადგილი, აქ ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი საქმე და რეალობა და ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. სავარაუდოდ ეს მეწყერის თემა არის უბრალოდ ვერსია, რომელიც გააპიარეს იმისათვის, რათა საზოგადოებას დაეკარგა ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით. თქვენს ვერსიას მიუყვებით, აქ სერიოზულ დანაშაულთან შეიძლება იყოს საქმე? აქ სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავარაუდოდ და მე ყველას უდანაშაულობის პრეზუმპციას ვიცავ ყოველთვის და წინასწარ არასდროს ვიტყვი ადამიანზე, რომ ეს არის დამნაშავე და სიტყვა დამნაშავეს არ გამოვიყენებ, არასდროს სანამ გამამტყუნებელი განაჩენები იმის მიმართ არ იქნება დამდგარი, არა მარტო ამ საქმეში, არამედ ნებისმიერ საქმეში, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ვერსიას აქვს არსებობის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც საქმე გამოძიებული არ არის და საქმე არის წლების განმავლობაში მიტოვებული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა იყოს სახეზე სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით, არაერთი სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი საჭიროებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ობიექტურ გამოძიებას და ზოგადად მინდა ერთი რამე აღვნიშნო, რომ ამ დღეების განმავლობაში მე მომდის ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც გურამ დადიანიძესთან დაკავშირებით, ასევე სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით. მე მირეკავენ დედები, მეუბნებიან 10 წლის უკან ჩემი შვილი გაუჩინა და მე მირეკავენ ოჯახის წევრები, ნათესავები მეუბნებიან, რომ ჩვენი ოჯახის წევრი გაუჩინა და გაქრა, ისე რომ კვალი ვერავინ იპოვა. და მინდა განვაცხადო ესეთი რამ, რომ მე როდესაც ვეკითხები რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მიიღეთ თუ არა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა მათგანი მეუბნება ფაქტობრივად იმას, რომ გამოძიება არ ჩატარებულა. საქმე მიიჩქმალა და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების შესახებ რაც მსგავსი ტიპის საქმეებზე უნდა განხორციელდეს მეუბნებიან რომ კატეგორიულად შეუძლიათ მითხრან რომ არ ჩატარებულა და არ განხორციელებულა შესაბამისად ისმის კითხვა რა ხდება საერთოდ ამ ქვეყანაში რატომ იმალებიან და რატომ ქრებიან ადამიანები ისე რომ ვერავინ მათ კვალს ვერ პოულობს აქვე მინდა ერთი ტენდენცია აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი შემთხვევა რომლებიც რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია და რომელზეც ბევრს საუბრობენ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რატომ მაინც და მაინც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რატომ ხდება ის, რომ ადამიანები ქრებიან. ასევე, როდესაც მე თქვენთან მოვდიოდი, მე დამიკავშირდა ჩემს ნომერზე ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ 2003 წელს დაკარგა 21 წლის სტუდენტის შვილი, რომელიც ვაგზალზე მუშაობდა, იყო დასაქმებული, რომ სწავლის ფული გადაეხადა და სამსახურიდან, როდესაც გამოვიდა, უგზო უკლოდ გაუჩინარდა. როდესაც მე დაუსვი მას კითხვა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მან მითხრა ესეთი რაღაც, რომ ფაქტობრივად არაფერი, გამომძიებელმა მითხრა, რომ სავარაუდოდ ორგანოებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს შენი შვილიო და ეს იყო მაგათი ბოლო პასუხი. ამის შემდეგ არავის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიაო და გამომძიებელმა ტელეფონზეც კი არ მიპასუხაო. საუბარი არის 2003 წელზე. 2003 წელზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება და ერთი შემთხვევა მაინც რომ იყოს გამოძიებული. არც ერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის. მე არ მახსენდება გამოძიებული შემთხვევა. შეიძლება ერთი საქმის ეფექტურმა გამოძიებამ სხვა საქმეებს შეუწყოს ხელი. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ჩვენ პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკული საზოგადოების დევნას ვადევნებთ თვალყურს, მათი ყველა ნაბიჯი იციან, ვინ სად არის, ვის ელაპარაკება, კამერებით აღჭურვეს მთელი რუსთაველი და ყველას ესე იგი გახედვა და გამოხედვა იციან ამ ქვეყანაში და რთული წარმოსადგენია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შეუძლებელი იყოს ადამიანის მოძებნა თუ ამის სურვილია, მართლა ადამიანია, ხომ არა ორთქლდება, ხო? მისი ტერიტორია იცი, სად დაიკარგა, სად იყო ბოლოს, ვინ იყო მის გვერდით. 12 წელი გასული, რამდენად ართულებს სიმართლის დადგენის შესაძლებლობას აქ და მე პირველ რიგში თქვენ თქვით, რომ ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია და საზოგადოებას აინტერესებს, პირველ რიგში ჩემი ინტერესია, დედის ინტერესი ამ შემთხვევაში, გამწარებული დედის წარმოიდგინოს ყველამ საკუთარი თავი მის ადგილას, რომელიც 12 წელია ითხოვს ცოცხალიან მკვდარი ჩემი შვილი მაჩვენეთო და ვერ პოულობს მის კვალს. არ იცის სად გაქრა, სად შეწყდა, ან სად გაგრძელდა მისი შვილის დღე, აი ამ ლომისობის შემდგომ 12 წლის წინ და ის ძალიან რაღაცნაირად იმედიანი ჩანს, რომ
12 წელი შეალია იმას, რომ გაიგოს სიმართლე, მაგრამ რამდენად ართულებს ხანდაზმულობა 12 წელი სიმართლის დადგენის შესაძლებლობას? არა თუ 12 წელი, არამედ 12 დღეც რომ გავიდეს დანაშაულის ჩადენიდან. უკვე ძალიან თულდება საქმის გახსნა. მსგავსი ტიპის საქმეები უნდა გაიხსნას ცხელკვალს პირველივე დღეებში. სხვადასხვა ეფექტურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. და როდესაც 12 წლის განმავლობაში არაფერია გაკეთებული, როდესაც არასორი მიმართულებით არის გამოძიება წარმართული, რა თქმა უნდა, ურთულესი არის ჭეშმარიტების დადგენა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ აქ რომელიმე ვერსიას არ უნდა ჩავებღაუჭოთ და ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, თორემ ჩვენ აუცილებლად დავუშვებთ შესწომას. რაც შეეხება იმას, რომ დიდი ხნის წინ არის მოხდარი, გასაგებია, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა და პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც 12 წლის განმავლობაში ადამიანი დაკარგული ყოფილიყოს და ვინმემ გამოიძია, რომელიმე საგამოძიებო ორგანომ და გამომძიებელმა გამოიძია ასეთი საქმე, თუმცა ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად უნდა შევქმნათ პრეცედენტი. ნამდვილად უპრეცედენტოა ეს საქმე იმ კუთხით, რომ მთლიანი საზოგადოება, ქართული საზოგადოება არის ერთად. და ფაქტობრივად მე გასაგებია, როგორც ადვოკატი ისე ვარ ჩართული, მაგრამ საზოგადოება გვეხმარება. ჟურნალისტები გვეხმარებიან. ძალიან დიდი ინტერესია და მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ყოველდღიურად ვიღებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ადამიანებისგან. მე ყველა ეს ინფორმაცია ძალიან მეხმარება ამ საქმეზე მუშაობაში. მე ყველა ამ ინფორმაციას ვინახავ და კიდევ მინდა მოუწოდო საზოგადოებას, რომ თუ რაიმე გაიგეს ამ საქმის თაობას, თუნდაც ჩათვალონ, რომ ეს არის უმნიშვნელო, თუნდაც ჩათვალონ, რომ ეს არის აბსურდული. მე ყველა ინფორმაცია ჭირდება. დამერწმუნეთ, შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია გახდეს გასაღები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ბანოტარიელ, ეს არის თქვენი და დედის ერთობლივი მცდელობა დაადგინოთ სიმართლე დამოუკიდებელ მოკვლევას აწარმოებთ. რაც შეეხება სახელმწიფო დონეზე პროკურატურის შესახებ კითხვით გაგვით, მაგრამ განახლდა საქმე, რა სტატუსი აქვს ამ საქმეს, დახურულია? რაც შეეხება საქმეზე ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად იყო შეწყვეტილი, თუმცა ამ დღეებში უკვე როდესაც გავაქტიურდით, როდესაც საზოგადოება გააქტიურდა, როდესაც გასაჯაროვდა აღნიშნული საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, ამის შემდეგ გააქტიურდა საგამოძიებო ორგანოც და უკვე დაიწყეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, როგორიც არის ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეების გამოკითხვა და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გამოძიების ტემპი იკარგება, შემდეგ ძალიან რთულია საქმის გამოძიება, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ ყოველა სისხლის სამართლის საქმეში და მე ძალიან კარგად ვიცი თუ რა ძალა აქვს სიმართლეს და ჭეშმარიტებას. სიმართლეს ძალიან დიდი სინათლე აქვს და თუ მოვინდომებთ საზოგადოება, საგამოძიებო ორგანო და აბსოლუტურად ყველა ამ ქვეყანაში ჩვენ გავცემთ პასუხს კითხვაზე, სად გაქრა გურამ დადიანიძის კვალი. არ არსებობს გამოუძიებელი სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ და ამ საქმით უნდა შევქმნათ პრეცედენტი. და ამ საქმემ ასევე ძალიან ბევრი ისეთი რამ უნდა დაგვანახოს, რაც ასევე დაგვეხმარება სხვა მსგავსი საქმეების გახსნაში, იმიტომ რომ ხშირია უკვე ამ ქვეყანაში შემთხვევა, განსაკუთრებით წინა წლებში მე რასაც ვხედავ 10 წლის უკან, 15 წლის უკან, 20 წლის უკან ადამიანები იკარგებოდნენ, ისე რომ არავინ დღესაც მათი კვალი არ იცის და წარმოიდგინეთ გამწარებული დედების მდგომარეობა. ჯერ მე მინახავს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმეებში დედები, რომლებსაც შვილი მოუკლეს, იციან სად არის შვილის გვამი, სად არის დამარხული და ასე შემდეგ, მაგრამ ასმაგად უფრო მძიმე ყოფილა იმ დედის ყურება და იმ დედასთან საუბარი, რომელმაც არ იცის სად არის მისი შვილი. კი, და დარწმუნებულია, რომ გულგრილი იყო სახელმწიფო უწყება მის დასახმარებლად ძიებაში. ეს არის ფაქტი, მე მარტივ რაღაცას ვიტყვი, ერთ ფაქტს ვიტყვი უბრალოდ. 2014 წელს ხომ მოხდა ეს ფაქტი. 2014-დან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, როგორც დედა მეუბნება, ხდებოდა კონკრეტულ გამომძიებელს, ერთ კონკრეტულ გამომძიებელს. და ის აწვდიდა რაღაც ინფორმაციებს, ძალიან ზოგად ინფორმაციებს. 3 წლის შემდეგ კი საგამოძიებო ორგანოში დედას ეუბნებიან, რომ ეს კონკრეტული პიროვნება, ვისაც დედა 3 წლის განმავლობაში ხდებოდა როგორც გამომძიებელს, თურმე ამ საქმეზე არასდროს მუშაობდა,
რომ ამ საქმეს არანაირი შემხებლობა არ ქონია და თითქოს მას საერთოდ დედა არ უნდა დაუკავშირდეს, ვინაიდან ეს აზრს მოკლებულია. აი წარმოიდგინეთ ახლა რამხელა კითხვის ნიშანი ჩნდება ამ კონკრეტული ფაქტიდან, რაც მე ახლა მოგიყევით და რის შესახებაც ქალბატონმა სოფიომ საჯაროდაც კი ისაუბრა. კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არის და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაიცეს. ასევე მინდა ერთი რამ განვაცხადო, რომ ძალიან ბევრი მესიჯი მომდის, რომ ვიყობთ ხილად, შეეცდებიან რაღაცას, ჩემს გაშავებას, რომ აუცილებლად მტრები გამიჩნდება ამ საქმეზე მუშაობის დროს. მე მინდა რომ ეს ადამიანები დავამშვიდო, რომ მე არანაირი მტრების არ მეშინია. ჩემთვის თავარი არის რომ მე ერთგულად ვემსახურო იმ ადამიანის ინტერესებს, ვისაც მე ვიცავ და არანაირი შიშის გამო მე არასდროს არაფერზე უკან არ დამიხევია და არც მომავალში დავიხებ და გავაკეთებ ყველაფერს რომ ამ საქმეზეც და ყველა სხვა იმ საქმეზე რომელშიც მე ვარ ჩართული ყველა კითხვას გაიცეს პასუხი და ყველა საქმე მივიდეს ბოლომდე. შესაბამისად, ტყუილად ნერვიულობენ ეს ადამიანები, მე შეუძლებელია ვინმეს მუქარამ შემაშინოს. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. შინაგანად გჯერათ რომ სიმართლე დადგინდება ამ საკითხზე? მე მჯერა რომ საზოგადოების იმ ინფორმაციის საფუძველზე რომ მე მჯერა რომ საზოგადოების ხარდაჭერით. ერთად დგომით და ბრძოლით ადრე თუ გვიან გარკვეულ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემას საზოგადოების ხარდაჭერა რაში გჭირდებათ, რომ ამ საკითხზე პროკურატურამ გააქტიუროს საქმე? რაც შეეხება საზოგადოების ხარდაჭერას, საქმე მხოლოდ გააქტიურებაზე არ არის საუბარი. თქვენ ნაწილში რომ დავაკონკრეტოთ. მე ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღე. მესმის. რომელიც პირდაპირ გეტყვით, რომ მეხმარება გარკვეული ვერსიების გამორიცხვაში ან დადასტურებაში. უბრალოდ პროცესია და ვერავის ნათქვამს მე ბრმად ვერ დავეხტნობ. რა თქმა უნდა. ამიტომ გარკვეული დრო გჭირდება, რომ გარკვეული დეტალური ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. შეიძლება ახლა მე ძალიან მინდოდეს თქვენ გითხრათ კონკრეტული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რას მეუბნებიან ეს ადამიანები, მაგრამ შესაძლოა ხელი შემიშალოს სიმართლის დადგენაში, ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებ, მაგრამ საზოგადოების მიმართ რა თქმა უნდა ვიქნები კურწმელი, გულახდელი და როდესაც რამე დადგინდება 100%-ით მე გამოვალ და საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.